სხვა შორის კარგია რომ სამტკიცებელი აღარ არის უკვე რაღაცები პირდაპირ თქვა ის ამბობს რომ ეს არ არის გათვლილი ქართულ მომხმარებელზე და მოდი მოვისმინოთ ბარემ ესეც და გავაგრძელოთ საუბარი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რაღაცა რომ ჩვენი ეკონომიკური ასე ვთქვათ წარმატების და ზრდის მთავარი ფაქტორი არის სამშენებლო და ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესი და ზუსტად ეს პროექტიც ამაზე არის მომართული, იმიტომ რომ ჩვენ ამით ვართ უკვე კარგახანია დაკავებული და ამას აკეთებენ არა ვთქვათ პირველად შემოდის ესეთი დიდი მსხვილი უცხოური კომპანია, მაგრამ აქამდე ქართული კომპანიები იგივეს აკეთებდნენ და ძირითადი მომხმარებელი ასე ვთქვათ მათი იყო უცხოელები. ეს იყო ისრაელი, იქნებოდა ყაზახეთი თუ სხვადასხვა ქვეყნები ასე ვთქვათ და მათ შორის როცა ლაპარაკობ საინვესტიციო შენ ასე ვთქვათ შენი სამბიზნეს ჯგუფი ზუსტად ის ქვეყნები არის, იმიტომ რომ ჩვენ შეუძლებელია ასე დიდი პროექტების განხორციელება ასე ვთქვათ და მხოლოდ მომხმარებელი იყოს საქართველოში, გამორიცხულია თავისთავად და ამ გზით ბევრი ქვეყანა მიდის, მათ შორის ევროპული, ვთქვათ, სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყიდიან საქართველოში და ისინი ყიდულობენ უკვე და ეს პრაქტიკა არსებობს და ის უძრავი ბიზნეს კომპანიები ზუსტად მაგით არსებობენ და მაგის ხარჯზე და ეგ გვჭირდება ჩვენ რომ ეს მუდმივად იყოს შემოდინება ინვესტიციების უცხოეთიდან. მეტი რა უნდა გითხრათ ხალხო პირდაპირ ნახე მან ერთ საინტერესო რა არა მარტო ესო აქამდეც ეგრე მუშაობდა ეგ ბიზნესი აქამდეც რაც აშენდა უცხოელებზე გაიყიდა. კი ამაზე ხო ლაპარაკობდით ხალხო პირდაპირ არავინ არაფერს არ მალავს ეს ბიზნესმენიც თანამონაწილეა ამ პროექტის მთელი ჯაჭვია მათ შორის ეს ბიზნესმენი როგორც ვიცი დაკავებულია მშრალი პორტის პროექტშია და ნაწილია ეს ყველაფერი ერთმანეთის და არავინ არ მალავს კაცო რა ვიცი რას ერთი წელი გვედავებოდა ხალხი არ გაიყიდება უცხოელების შემოყვანას არაპირებენ თქვენ რაღაცა ხალხს ზაფრავთ ბოლოს თვითონვე აღიარეს, იმიტომ რომ შეუძლებელია, როცა უკვე ციფრებზე და ცალსახა პროექტის შინაარსზე მიდის და უკვე ათვისება დაიწყეს ამ პროექტის პროცესი დაიძრა. ხო, აქ შეუძლებელია ბოლომდე დამალო ეს საკითხი და ეხლა ლაპარაკობენ ჯერ რაღაცა შელამაზებული, შეფუთული სახით, რომ ნაწილი ამისი რა თქმა უნდა იქნებიან უცხოელები, იმიტომ რომ რა თქმა უნდა 7 მილიარდის ოდენობის ინვესტიცია შეუძლებელია ამოღებული იქნას ქართველების ხარჯზე. ამიტომ არავინ აღარ მალავს, კაცო, თვითონ ამ პროექტის ორგანიზატორები, ფულის ჩამდებები, შემსრულებლები ღიად გეუბნებიან, რამე დასამალი და საეჭვო და სავარაუდო და რაღაცა სამსჯელო კი არის. ამ ნაწილში არ არსებობს ორი აზრი. გაირკვა, ღიად ამბობს ადამიანი, ხო? თვითონ ის არაბი ეგრეთ წოდებული ინვესტორის ალაბარის ღიად. კარგია, ეგ უკვე სამტკიცებელი არ არის. ხო, უბრალოდ როგორი რაღაცა იცი სხვადასხვა სეგმენტებზე საზოგადოების სხვადასხვანაირად მუშაობენ. უტვინო სეგმენტს ამ სიტყვებს ვერ გაიგებს და ამას უმალავენ და არა კაცო ვიყიდის უცხოელებზე. ასე ელაპარაკებიან. მეორე სეგმენტს ელაპარაკებიან რომ მე რა ეხლა უცხოელი არაბი თუ ჩამოვა, ხან წავა დროებით მისვლა-მოსვლაში იქნება შე რას გიშლის. მე სხვა დაარჩენს ეუბნები იმას გაქირავებაზე იმუშავებს. არა არ იყიდენ და რაღაც სისულელეებით, მაგრამ სინამდვილე და რეალობა არის ის რომ მან თქვა რომ საბერძნეთში და ესპანეთშიც ეს. ხო, ანუ უცხოეთშიც ეგრე ხდება, ეგ არის მიღებული პრაქტიკა რა არის, ეგ უნდა გავარკვიო ჯერ, იმიტომ რომ უცხოეთში რაღაცები ხდება და დედა ეტირა უცხოეთს კაცო. ჯერ არის პრაქტიკა ეგ გავარკვიო. არ არის საქართველოს, ესპანეთი 40 მილიონია და საბერძნეთი მეტია და პორტუგალია და ჩვენ ევროპის დემოგრაფიას და ევროპის კულტურულ სურათს დედა ეტირა. დედა აქ ნატირები და გამწარებულები კონსერვატიზმის აღმავლობის მთავარი არგუმენტი დასავლეთში არის, რომ ხალხო რამე უშველოდ გაგიჟდნენ ჩვენი ლიბერალური მთავრობები, შემოყარეს უცხოელები, გაავსეს აქაურობით, მათ მიიღეს უზარმაზარი გავლენები ჩვენს ქვეყანაში, არაფრის საშუალება აღარ აქვს ამის გაჩერების, იმხელა პოლიტიკური გავლენები ყველაფერთან ერთად მოიპოვა იმ ხალხმა და ეხლა იღუპება ჩვენი ქვეყნები. ეგ არის სურათი, კაცო, ვისი მაგალითად ამ კაცს მოყავს, რომ აი, რა გვიკვირს, ჩვენებიც ხო ყიდულობენ სადღაც უცხოეთში, რამდენიმე ქართველი რო იყიდეს, აქ მოპარული ფული, ძირითადად, რომ იქ რო იყიდიან რამდენიმე სახს ამის მიღმა, იქ არაბები და სხვები ყიდულობენ უცხოეთში, რა პრობლემაა? ეს არის გავრცელებული პრაქტიკა. გავრცელებული პრაქტიკა რაც არის, კედლები ავაშენოთო, ეხლა ეს იდეები იმარჯვებს დასავლეთში და შემთხვევითი არ არის კაცო ეს იდეები რომ იმარჯვებს, იმიტომ რომ იღუპება დასავლეთი მაგის საფუძველზე, რომ მოხდა
სრულიად უგუნური საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს პრობლემა არ არის შენ თუ ინვესტიციას, რაც ამ კონტექსტში ამ ტიპის ინვესტიციაზე რო თარგმნოთ, ნიშნავს გაყიდვას საკუთარი ქონების, მიწის, უძრავი ქონების გაყიდვას. ეგ იგულისხმება აქ უცხოელებზე კომპაქტურ დასახლებების შექმნას, იმისთვის რომ კომპაქტური დასახლების შინაარსი რაშია, რატოა დაინტერესებული. მაგალითად, რატო არ დგას საკითხი მხოლოდ, რატო არ არის საკმარისი, რომ მაგალითად ეხლაც კომპაქტური დასახლებების გარეშე შენდება ბინები თბილისის და ბათუმის სხვადასხვა უბნებში და აი მხოლოდ ეგ იყოს საკმარისი არაბების ჩამოსახლებაში, რისი ინტერესიც აქვს. იმიტომ რომ კომპაქტურ დასახლებაში უფრო კომფორტულად ხარ, ხო? ეხლა მაგალითად ჩვენ შემთხვევაში ქართველები დასახლებულ ადგილში ხო გირჩენია რა? იმიტომ რომ შენი ანები არიან, შენი კულტურა, შენი ქცევის ნორმებია, რაღაც უსაფრთხოების საკითხში უფრო თავდაჯერებულად ხარ. ზუსტად ეგრეა. მათთვის იქნება მათი ავთენტური მიკროკლიმატი. ხო, ერთია ეთნიკური რაღაცა ჯგუფის კონკრეტული ანკლავი, რომელიც რაღაცა კომპაქტური დასახლების სახით გაჩნდება. მეორეა თუ ეს ანკლავი არის კონკრეტული მკვეთრად იდეოლოგიზირებული რელიგიური შინაარსის მატარებელი, შენგან განსხვავებული რელიგიური და იდეოლოგიური შინაარსის მატარებელი და მესამეა თუ ამ შინაარსის მატარებელი ჯგუფი არის შეძლებული. ანუ ვისაც აქვს დიდი ფული. ბევრი სვამდა კითხვას, რას გულისხმობთ, როცა ლაპარაკობთ, რომ დიდი ფულის შემოდინება ქვეყანაში ნიშნავს დიდ საინფორმაციო და პოლიტიკურ გავლენებს, რატო თვლით, რომ ესეთი გავლენები საერთოდ დაკავშირებული იქნება არაბული ფულის შემოდინებასთან. მეგობრებო, გადახედეთ Facebook-ზე აქტივობას. გავეშებული ბორგვა მიდის ამ დღეების განმავლობაში რეკლამებით ამ თემასთან დაკავშირებით, პოსტებით, რომლებსაც ისეთი ადამიანებიც წერენ, მათ შორის რომლებიც იდეაში კარგად ხვდებიან, რომ რეპუტაციულად ზიანდებიან მსგავსი უნამუსო ანტიევროპული პოზიციის დაცვის გამო, პოლიტიკოსები, მართველი პარტია, არა მათი ვითომ მათ შემადგენლობაში არ მყოფი სხვადასხვა ფიგურები. ეს ხალხი რო აქტიურობს, ეგ თქვენ რა მოვლენასთან გაქვთ, რა წარმოგიდგენიათ? საქმე რასთან გვაქვს? ეგ არის პოლიტიკური ინტერესით დაცვა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, ქსენოფობიად მონათვლა, სრულიად ბუნებრივ საფრთხეებზე ლაპარაკის და შემდეგ ამ ქსენოფობიად მონათვლის საფუძველზე გარიყვა ამ შეხედულების პოლიტიკური ველიდან, ლეგიტიმაცია იმისა, რომ ამ შეხედულება შეიძლება და მათ შორის განცხადებების დონეზე მინიშნებება ისმის ასეთი განცხადებები, რომ აი ამებს რო ავრცელებენ ახლა, ხო? რაღაცა სამართლებრივი საშუალებებიც ხო იარსებებს, რომ აი ესეთი ამხელა ინვესტიციის წინააღმდეგ შესაძლებელი იყოს რამის მოქმედება, გარიყვა პოლიტიკური დისკუსიის ველიდან, მერე შესაძლებლობა იმისა გაჩენა იმისა, რომ სამართლებრივი ველიდან გარიყოს და საბოლოო ჯამში შეიძლება დაჭერებზეც წავიდნენ თუ ინტერესი და ამ ფულის გავლენა ქვეყანაში იქნება სათანადოდ დიდი. აქედან გამომდინარე, არაფერი აღარ არის აქ გასარკვევი, ჩვეულებრივად, აი რასაც ვუყურებთ. შენდება ქალაქები, რომლებშიც მყიდველი ვერ იქნებიან ქართველები. შენდება ქალაქები, სადაც სავარაუდოდ, აი მასშტაბებიდან გამომდინარე, გაიყიდება ათეულობით ათასი ბინა. ამ ბინების მყიდველები ვერ იქნებიან ქართველები. პერსპექტივაშიც ხო საინტერესოა ხა ამათ რა გეგმები აქვს და აი ამ ეხა იმედი აქტიურ პროპაგანდას ეწევა რა ამის გაათეთროს ეს ყველაფერი და იქ ეს წამყვანი რომელმაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ნაცისტები და ფაშისტები გვიწოდა ამბობს რომ კიდე დამატებით 10 მილიარდის თანდება თან ჯაჭვური რეაქციის სახით მაგის პერსპექტივა ჩნდება მოდი ასეც მოვისმინოთ და გავაგრძელოთ საუბარი არ არის მხოლოდ 6 მილიარდ ნახევარს ლაპარაკი. საბოლოო ჯამში გათვლა რომელიც იგლხილს აქვს, რაც ნახეთ და რომელიც არის დასაჯაროებული. ეს არის რომ დამატებით 10 მილიარდის მოზუწვის პერსპექტივა ჩდება ხომ? აი ზუსტად იმ ჯაჭვით, რომელიც თქვათ გაანგზობა თამდევი ბიზნესის სახალისებას გულისხმობს, ხო? 6 მილიარდზე კი არ არის ლაპარაკი, მან კი არ გაჩერდებიან ბევრად დიდ ინტერესებზე. ხო, უბრალოდ მაგას ანუ ეს იძახის რომ 6 მილიარდზე და უკვე 7 მილიარდზეა ლაპარაკი. მაგაზე კი არ გაჩერდება, ამის ზემოთ კიდე 10 მილიარდი შემოვა. ეგ ლოგიკურიც არის ხო? ხო, უბრალოდ მაგას როგორ უნდა შევხედოთ? კარგია, ბევრი ფული რო შემოვა,
ამ ტიპის ინვესტიციებს 7 რო შემოდის ეგ საფრთხეა და 10 რო დაემატება უბრალოდ აი ნახე აი ბევრს აბნევენ მაგ ფორმულირებით ნუ გეშინიათ ხალხო ბევრი ფული შემოდის უბრალოდ ხალხმა უნდა გაიგოს შემდეგი რაღაც საქართველოს რო გაყიდო რამდენი ფული შემოვა იცი არ არის პრობლემა კაცო შენ თუ გაყიდი და შენ წახვალ და აქ არაბებს მიცემ ყველაფერს ბევრად მეტი ფული შემოვა რამე პრობლემა კი არ იქნება კაცო აი ანაკლიის სპორტი ფოთის სპორტი ბათუმი თბილისი ყველაფერი გზა რკინიგზა ყველაფერი თუ არაბის გახდება კაცო და რამდენი ფული შემოვა იცი პრობლემა კი არ იქნება მაგაში მაგ 7 მილიარდს ჩვენ შეგვიძლია დაუმატო და მაგდენი შემოვა მთლიანად ხო ჩვენ შეგვიძლია ბევრად მეტი ფული შემოვიტანოთ თუ მასე მიუდექით ინვესტიცია მაგას შეიძლება ნიშნავს ამ შემთხვევაში ამ ვერსიაში მაგას ნიშნავს ამ ვერსიაში ნიშნავს რაღაცა ადგილი გაქვს ძალიან ნუგებიანი ქალაქის ასაშენებელი ზომის და მიყიდე არაბებს თბილისსაც თუ მიყიდი კაც ფული შენ რა გონია შენ თუ ადგები და წახვალ და აგერ ჩემი იყოს შენი მიწა შენი იყოს ჩემი მიწა და რაც გინდა ისაკეთე და გზად შენი იყოს რკინიგზად შენი იყოს პორტი შენი იყოს და მე შენი მოსამსახურე ვიქნები ეგრე თუ უთხარი არ არის პრობლემა კაც 10 მილიარდეს კი არ გაჩერე მთელი პრობლემა რა შეიძლება აი რაღაცა მაღაზე ვაჭრობა ვიღაცა რატო დასარწმუნებელია რატო ჭირდება მოლაპარაკებები, რატო გაიწელა მაგალითად თუნდაც ამ თემაზე მოლაპარაკება ამდენი ხანი, რა დაძაბულობა რაზეა, ორჭოფობა რაზე მიდის. ეგ რაზეა, იცი? იმიტომ რომ ხალხი ცხოვრობს აქ. ის ხალხი შეიძლება რაღაცებს გაჭედოს იმ ხალხს. შეიძლება იმ ხალხმა თქვას, რომ ეხა აქ რო შემოდიხარ და სახლები რა ვიცი, მე ვცხოვრობ და ჩემი სახლია და აქ რაღაცა ასე მოქცევა არ შეიძლება. ხო და მათ საჭირო იყო გარანტიები, რომ ამ ხალხს დააოკეებთ. ამ ხალხს ამ მიწას რო ყიდით და ის ალაბარი რო იძახის რომ გაკვირვებული კმაყოფილებით მადლობას რო იხდის მადლობა რომ გაგვიხსენით თქვენი ქვეყნის კარები ამას ძალიან იშვიათად ვინმე გააკეთებდა არაჩვეულებრივი სიტყვებია ეგ არის აი ზუსტად ჭეშმარიტება ამ თემასთან დაკავშირებით შენი ქვეყნის კარების გახსნა არის შენი ქვეყნის კარების გახსნა კი ეგ მაგას ნიშნავს კარი გაუხსენი შენი ქვეყნის და ყიდი შენი ქვეყნის სტრატეგიულ ქონებას. მანდ ახლა რა თქმა უნდა წინააღმდეგობა იქნება, რაც ეხლა ხედავენ, ეხლა რაც ეხლა აწყდებიან, რის დაძლევასაც ეხლა ცდილობენ. ვიღაცა რო ყოყმანობს, აქ ჩავდო თუ არ ჩავდო ინვესტიცია, ეგ ყოყმანობს მაგაზე. მე რო დავიწყებ ბაზალეთის ტბის გვერდზე ორჯერ ტბაზე დიდი სოფლის შენებას, იხო ხალხი რაღაცას მეტყვის. შეიძლება შემავიწროოს, შეიძლება არაკომფორტული გარემო იყოს. მაგ ხალხს დამიოკებთ. მაგ ხალხს იმ მდგომარეობამდე მიმიყვანთ რომ ვერც იმ სოფლის აშენებაში შემიშლიან ხელს და მე რო ვივლი გზაზე იქ რაღაც კიდე რაღაცის ყიდვა რომ მომინდება იქ ჩემიანების ჩამოსახლება რომ მომინდება იქ თქვა რაღაცა ჩემი რელიგიური ექსპანსიის საქმიანობის წარმოება მომინდება მან ხალხს დამიოკებთ თუ არა ეგ გარანტიები ჭირდება იმიტომ რომ ეგ გარანტიებია მთავარი, კაცო ეგრე რა ვიცი, ბევრი პროექტი ყოფილა რომ მოინდომეს, მე ხალხმა ჩათვალა რომ რა შვებით ახლა გვყიდით მთლიანად რა. ჩვენ ჰესის იყო ერთ-ერთი სადაც ბევრად უარესი პროექტია ეს. შედარებაში. მასშტაბები შედარებაც არის. მასშტაბები და შინაარსი. ანუ ის არის ჰესი, რომელიც ბოლო-ბოლო ჰესია. ნუ ჰესია ბოლო-ბოლო და ნუ კაი ჰესი შეიძლება ეკუთვნოდეს სხვას შენი სტრატეგიული რესურსი რატო გაყიდე კითხვა ეგრეთ გეო მაგრამ ნუ ჰესი ისეთი ტიპის რესურსია რომელიც ბოლო-ბოლო არ დაგაქცევს სხვას რო ეკუთვნის მაგრამ ქალაქი აგიშენეს დედაქალაქის გვერდზე და აჭარაში ბათუმის გვერდზე რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ ხალხო